მოგესალმებით, ვაგრძელებთ რონდელის ფონდში ჩვენს საუბრებს გლობალურ პოლიტიკაზე, ანალიტიკას, რა თქმა უნდა, ყველას ყურადღების ცენტრში არის რუსეთის ომი უკრაინაში, ამ ომის შეჩერების ცდილობები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ბუნებრივია გვაინტერესებს შუა აღმოსავლეთი, ბუნებრივია გვაინტერესებს სატარიფო დაძაბულობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის და მათი გეოპოლიტიკური ინტერესები, მაგრამ უმთავრესი, რა თქმა უნდა, არის ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული პროცესები, რომელიც ეხება რუსეთის ომის შესაძლო შეჩერებას ან არ შეჩერებას უკრაინაში, სამწუხარო იქნება თუ გამართლდება ჩვენი ვარაუდი, რომ რუსეთი არ იყო თავიდანვე მზად მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მინდა რომ ჩვენს უფროს მკვლევარს, რონდელის ფონდის უფროს მკვლევარს თორნიკე თურმანიძეს მივესალმო და დიდი მადლობა უთხრა შესაძლებლობისთვის. როგორ ფიქრობ, თორნიკე, რამდენად რეალურია რუსეთის მხრიდან რაიმე დათმობებზე წასვლა, როდესაც მათ ძალიან მძიმე განაცხადი გააკეთეს ეხლა სულ რამდენიმე ხნის წინ, რამდენიმე საათის წინ, როდესაც ლავროვმა გაახმიანა რუსეთის პოზიციები. მოგესალმებით, ბოლო პერიოდის განცხადებები არ მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს სურს ამ ომის შეჩერება, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით ესეთი პოზიცია წარმოადგინა, რომ მას აქვს სურვილი შეაჩეროს ომი ნებისმიერ ფასად, აი ეს განცხადება ტრამპის ადმინისტრაციის პუტინის ხელისუფლებამ აღიქვა სიგნალად, რომ ის, ასე ვთქვათ, ბოლომდე უნდა მიაწვეს ზელენსკის ხელისუფლებას და რუსეთს მიერ გაჟღერებული მოთხოვნები სულ უფრო უახლოვდება აი მოთხოვნებს, რომლებიც ჯერ კიდევ 2021 წელს ჰქონდათ, სანამ ისინი დაიწყებდნენ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. რომ გავიმეოროთ მაინც ეს მოთხოვნები, ხო, რისგან შედგება და რამდენად რადიკალური არის. ფაქტობრივად ამ მოთხოვნების შესრულება ნიშნავს უკრაინის კაპიტულაციას. რუსეთის ფედერაცია ამ ეტაპისთვის ითხოვს უკრაინისგან პირველ რიგში ყირიმის, მაგრამ ასევე ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის აღიარებას ფორმალურად, ოფიციალურად რუსეთის ტერიტორიად, რასაც ზელენსკის ხელისუფლება ვერ გააკეთებს და ერთ სიურპრიზი დონალდ ტრამპისთვის, იმიტომ რომ ყირიმზე აი ესეთი საუბარი იყო, რომ აი ყირიმი ვიტკოფი ამბობდა, რომ სპეციალური წარმომადგენელი, რომ აი ყირიმი საკითხი შეიძლება იყოს გასაღები გადაწყვეტილების. ეხლა ლავროვმა წარმოაჩინა მთელი დაპყრობილი ტერიტორიები, ყირიმით წარმოუდგენელი იყო, რომ ზელენსკის ეღიარებინა, მაგრამ იყო ეს სიურპრიზი დონალდ ტრამპისთვის? აი ძალიან ძნელი სათქმელია უშუალოდ მისთვის იყო თუ არა სიურპრიზი, მაგრამ არ უნდა ყოფილიყო სიურპრიზი, იმიტომ რომ რუსეთი ესე მოქმედებს, როდესაც რაღაცას უთმობს, მერე ის არ კმაყოფილდება ამ დათმობით და უფრო მეტს ითხოვს. ამიტომ ძალიან ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ასეთი მზაობის გამოთქმა, რომ ისინი აღიარებდნენ აი მხოლოდ ყირიმს რუსეთის ტერიტორიად და იქ მერე არ იყო ნათელი მოუწოდებდნენ თუ არა პირდაპირ ზელენსკის ხელისუფლებას, რომ იგივე გაეკეთებინა, ეს ნიშნავდა, რა თქმა უნდა, იმას, რომ რუსეთი მოითხოვდა უფრო მეტს. აქ ნახეთ ცალსახად, რომ არა მხოლოდ ყირიმის იურიდიულად აღიარება მოითხოვა რუსეთის ტერიტორიად, არამედ აი ოკუპირებული დანარჩენი რეგიონების. აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია, რაშიც ვლინდება, ხო, თვითონ რუსული სახელმწიფოს და დიპლომატიის ხასიათი, რომ მათ არ აქვთ მთლიანად დაკავებული ეს რეგიონები. ანუ მოითხოვენ იმ ტერიტორიის აღებას, რომელიც
ჯერ კიდევ არ აქვს დაპყრობილი და რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალები იცავენ აქამდე. ანუ ესე იგი დათმობაზე კი არ მიდის რუსეთი, პირიქით უფრო მეც ითხოვს და ტრამპის მხრიდან საუბარი იმაზე რომ რუსეთი რაღაც დათმობაზე მიდის, ну აბსოლუტურად აცდენილი არის რეალობას. ანუ ეს მოთხოვნებით ან უკრაინის სულ უფრო იზრდება, როგორც თქვი. ანუ ერთი ესე იგი ეს ტერიტორიული საკითხი არის, ну შემდგომი საკითხი არის ესეც საკმაოდ ძველი, რომ რუსეთი მოითხოვს უკრაინისგან რომ ის გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო და უარი თქვას ნატოში ინტეგრაციის მიზანზე, ესეც სრული კატასტროფა არის, იმდენად რამდენადაც გასაგებია რომ ფაქტობრივი მოცემულობა ის გვაქვს რომ უკრაინას ისე როგორც საქართველოს ხო არიღებენ ნატოში 2008 წლის მერე, მაგრამ ფორმალურად ამაზე უარის თქმა იქნება ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსი ნიშნავს იმას, რომ უკრაინას ვერავინ ვეღარ დაეხმარება სამხედრო თვალსაზრისით, ანუ უკრაინა ნეიტრალურობის შემთხვევაში დარჩება დაუცველი და ეს გაუადვილებს რუსეთს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ხელახლა თავს დაესხას უკრაინას და უკვე კიევის და სხვა ოდესის და სხვა ტერიტორიების ოკუპაციას სცადოს. ამიტომ აი ეს მოთხოვნა ჯერთი უსამართლო არის, მეორეც ერთი საომარ პერსპექტივისთვის არის ძალიან დამღუპველი. ხო, ну შემდგომი მოთხოვნებიც რომ ჩამოთვალოთ, ესეც ძველი მოთხოვნებია რომ მოხდეს აი უკრაინის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, ხო, გარკვეული ექუარი აი მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან, ესეც ძალიან ბუნდოვანია, რას ნიშნავს საბოლოო ჯამში, თუმცა რუსეთის შემთხვევაში გასაგებია რომ მათ უნდათ უბრალოდ რომ უკრაინის სუვერენიტეტი აღარ არსებობდეს, ისინი თვლიან პუტინის ხო ცნობილი სტატიაც იყო ჯერ კიდევ ომამდე რომ უკრაინის ხალხი არ არსებობს, უკრაინული ენა არ არსებობს, რომ ეს არის რუსეთის ნაწილი ცივილიზაციურად, კულტურულად და ამიტომ მაგ მიზნისკენ მიდიან რომ გააუქმონ რეალურად უკრაინის არსებობა როგორც სუვერენული ევროპა ამასობაში. ევროპა კარგ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ამ განცხადებებს სამწუხაროდ არ მოჰყვება საკმარისი ქმედებები. რა თქმა უნდა, არის სამხედრო დახმარების გაგრძელება. რას გულისხმობ საკმარისი ქმედებებში? საკმარის ქმედებებში გულისხმობ იმას, რომ ევროპამ საბოლოო ჯამში აღიაროს ტაურუსი მიაწოდოს და არა და გაზარდოს თავისი სამხედრო ხარჯები ძალიან სწრაფი ტემპებით, რომ ჯერთი ამ გაზრდილი სამხედრო ხარჯებით თვითონ უზრუნველყოფს თავისი უსაფრთხოება და უფრო მეტად დაეხმაროს უკრაინას პერსპექტივაში. მაშინ, როცა არსებობს ალბათობა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საერთოდ გავა ამ პროცესიდან და შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას. არის რეალობა მაღალი, ალბათობა მაგისი მაღალი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასე ქუდს დაიხურავს და გაიწევა, ჩვენ უსმენთ დონალდ ტრამპის განცხადებებს, ეს არ იყო ჩემი ომი, ეს იყო ბაიდენის ომი, ეს იყო ობამას ომი, მან ჩააბარა ყირიმი, მე რო ყოფილიყავი საერთოდ არ მოხდებოდა, ასე შემდეგ. აქედან არის შანსი, რომ საერთოდ გაიწევა ამერიკის შეერთებული შტატები? ამ ფორმით ევროპის ტერიტორიაზე ამ უდიდეს კონფლიქტის თვალსაზრისით რა. ამ ფორმით ვიტყვი რომ ყველაფერი დამოკიდებულია შემდგომ მოვლენებზე, მე იმედი მაქვს რომ ეს ესე არ მოხდება, მაგრამ ალბათობა არსებობს, რა თქმა უნდა და ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წევრები პერიოდულად უბრუნდებიან ამ თემას, რომ თუ არ მოგვარდა რუსეთ-უკრაინას შორის ეს საკითხი და არ შეწყდა ცეცხლი, მაშინ ისინი საერთოდ გავლენ და აი ამ გასვლაში შესაძლოა იგულისხმებოდეს სამხედრო დახმარების შეჩერება. ანუ ჩვენ არ ვიცით რეალურად ეს მოხდება თუ არა, მაგრამ ვინაიდან ესეთი განცხადებები არის ხოლმე პერიოდულად გამეორებული ამერიკული მხრიდან, აი ევროპას სჭირდება რომ რიტორიკის მიღმა უფრო რადიკალურად მიუდგეს ამ საკითხს, იმიტომ რომ უკრაინის გარდა იგივე აი ბოლო კვირის მოვლენები იყო, რომ რუსეთმა დაიწყო სამხედრო ბაზის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ფინეთის და ბალტიის ქვეყნების მიმართულებით. მე მგონი ევროპელებს ესმით, აღმოსავლეთ ევროპელებს უფრო მეტად ცხადია, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ და თუ რუსეთის ეს წარმოუდგენელი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, რუსები აუცილებლად რამდენიმე წელიწადში გაილაშქრებენ უკვე ნატოს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს სრულიად რეალურია და ამ ფონზე ევროპის
უმოქმედობა ამ მიმართულებით ნამდვილად არ არის საკმარისი სახარბიელო და აქ არ არის საუბარი იმაზე რომ აი კი ამბობენ რომ თქვათ სამხედრო ხარჯებს ცოტათი ზრდით თქვათ იქ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იან ზღვარს ზოგიერთ სახელმწიფო მიუახლოვდა და თქვათ გაზრდიან 2%-დან 3%, მაგრამ აღარ არის ეს საკმარისი არსებულ ვითარებაში და ამ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნები ევროპის მიმართ სავსებით სამართლიანია, რომ ისეთი მსოფლიო არის დღეს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ თავის სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე. სავსებით რეალურია, როგორ ფიქრობ? რეალურია ეს როგორც მოცემულობა, ვერ ვხედავ რომ ამას აკეთებენ ევროპული სახელმწიფოები. მესმის რომ ძალიან რთულია ესე თქვა ერთ წელიწადში რომ 2% და 5% ეს არ რეალურია, მაგრამ ვერ ვხედავ იმას რომ ისინი რეალურად ან ყველა მათგანი მოდით ესე თქვა ისინი დონალდ ტრამპის მოთხოვნის საფუძველზე რეალურად მაშინ პირველი ვადის დროს აქედან გამომდინარე ეს ხარჯები მართლა გაიზარდა. ნაწილ ქვეყნებში. კი, ნაწილ ქვეყნებში პოლონეთი ძალიან ახლოს არის 5%-იან ხარჯებთან, ბალტიის ქვეყნები ძალიან ახლოს არის, დიდი ბრიტანეთი 2.3-დან 2.5%-მდე ოფიციალურად გამოაცხადა პრემიერმა სტარმერმა, რომ გაიზრდება ეს ხარჯები, მაგრამ დავუშვათ და განვიხილოთ ასეთი განვითარება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მართლაც გავიდა, გაიწია ევროპული უსაფრთხოების საკითხიდან. არის თუ არა მზად დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და ევროპული ქვეყნები ევროპის უსაფრთხოების საკუთარ ბეჭებზე ხრებზე დასადება. აი მაგაზე ვსაუბრობდი ზუსტად რომ ამ ეტაპზე ისინი არ არიან ამისთვის მზად. ეს დრო ჯობდა რომ გამოეყენებინათ ამისთვის, უბრალოდ აი ეხა თუ ეს რადიკალური ნაბიჯები გადადგა. ხო, გასული წლების კი ტრამპის ადმინისტრაციამ ეხლა ისინი აღმოჩნდებიან ძალიან რთულ ვითარებაში, იმიტომ რომ ერთი მხრივ იქნება საჭიროება რომ უკრაინას გაუწიონ სამხედრო დახმარება, რაც მათ შეუძლიათ. ეს არ იქნება საკმარისი უკრაინისთვის, მაგრამ ისინი აცხადებენ და სავარაუდოდ ამას გააკეთებენ და ამის პარალელურად რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნონ ამერიკის კოლგის უსაფრთხოების კოლგის გარეშე, ეს იქნება ძალიან რთული. გასაგებია თვითონ დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ამოცანა, მათი დიპლომატიის ამოცანა, რომ შეინარჩუნონ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნა ევროპაში და ეს არის მიმდინარე პროცესი და ძალიან რთულია პროგნოზირება. რომ ამერიკელებსაც ენდომებათ რეალურად რომ შეინარჩუნონ ევროპელებთან აი ამ ნიშნულობის გავლენა. შეიძლება პირდაპირ ითქვას, იმიტომ რომ მათი კოლგის ქვეშ ყოფნა გავლენის სერიოზულ ელემენტებსაც ნიშნავს. ფიქრობ თუ არა რომ დონალდ ტრამპს შეიძლება ესეც კონდეს თავის ინტერესების სფეროში. სავსებით შესაძლებელია არის ეს ვერსია და ხშირად რომ ვუკვირდები, არ არის გამორიცხული რომ ეს ვერსიაც იყოს სწორი, რომ ტრამპს მართალია უნდა რომ ამერიკის ყურადღება უფრო გადაიტანოს ინდოწყნარი ოკეანის რეგიონისკენ, იმიტომ რომ ჩინეთს ხედავს მეტოქეთ, მაგრამ ამავდროულად უნდა რომ ევროპაშიც ეთქმოდეს სიტყვა, მაგრამ აიძულოს ევროპელი ქვეყნები რომ მათ თავის თავზე აიღონ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ერთგვარად აი რუსეთი ნაწილობრივ მაინც გადააბაროს ევროპულ ქვეყნებს როგორც საფრთხე გლობალური უსაფრთხოებისთვის. ამაში არის ნამდვილად ლოგიკა და ამიტომაც ვამბობდი რომ ევროპულ ქვეყნებს აი რა სამართლიანი მოთხოვნებიც აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, სასურველია რომ ეს მოთხოვნები შეასრულოს მათივე ინტერესში წესით შედის. აქ ისევ და ისევ ამ პრობლემა დღეს არის რომ თუ უკრაინის შემთხვევაში დასავლეთი წავიდა დათმობაზე და
და რუსეთს გაუფორმეს ეს გამარჯვება, ეს ძალიან მძიმედ მოუბრუნდება იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებს და იგივე ევროკავშირის ქვეყნებს, ამერიკის ნატო მოკავშირეებს. აქ ეს მოთხოვნები ხო რომ ჩვენ არ დავასრულეთ საუბარი ძალიან გრძელი არის, იმიტომ რომ იქ 1000 რაღაცას ითხოვენ და რაც უფრო მეც უთმობ, უფრო მეც ითხოვენ. რუსეთისთვის სანქციების მოხსნა, ანუ ფაქტობრივად აი სტატუს-კვო, ომამდელი სტატუს-კვოს აღდგენა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა ამოისუნთქებს, ისინი ისევ მოემზადებიან მერე ახალი ომისთვის, ეს ტერიტორიებიც შერჩებათ, თან იურიდიულად გაფორმებული და იურიდიულად გაფორმება ამ ტერიტორიების ნიშნავს იმას, რომ ხვალზე რუსეთი წაუყენებს პრეტენზიას უკვე სხვა ქვეყნებს, ხო? შეიძლება ვთქვათ, ყაზახეთს წაუყენოს პრეტენზია, ბალტიის ქვეყნებს, ფინეთს და ხო სხვათა შორის არ არის გამორიცხული უფრო შორეულ პერსპექტივაში, მაგრამ ერთ-ერთი პუბლიკაცია იყო ალეუტის კუნძულებთან დაკავშირებით, რომელიც ამ კუნძულების დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის და აი პერსპექტივაში არ არის გამორიცხული რუსეთმა იქაც წამოაყენოს გარკვეული ტერიტორიული პრეტენზიები, ხო? ანუ ეს ძალიან საშიში პრეცედენტი იქნება, რა თქმა უნდა. ხო, ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას შესაძლოა აღიაროს ეს ფაქტობრივი მოცემულობა, რომელიც არის რუსეთ-უკრაინის ომში, მაგრამ იურიდიულად არ აღიაროს არც ყირიმის და არც დანარჩენი რეგიონების მიტაცება. აი, რამდენად სწორი იყო მე-20 საუკუნის შუახანებიდან მოყოლებული ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციების პოზიცია, რომ 1940 წელს მათ არ აღიარეს ბალტიის ქვეყნების დაპყრობა საბჭოთა კავშირის მიერ და ისე დაიშალა საბჭოთა კავშირი, რომ მათ ფორმალურად ეს არ ჰქონდათ აღიარებული, ხო? სხვა შორის არც ესეც სწორი მიდგომა იყო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას არ აღიარებდნენ დიდი ხნის მანძილზე, უბრალოდ მე 70-იან წლებში თვითონ დასავლეთ გერმანიაში შეიცვალა ეს დამოკიდებულება ვილი ბრანდტის ოსტპოლიტიკის გამო თვითონ გერმანელებმა აღიარეს იმ მომენტში, ხო ეს აღმოსავლეთ გერმანიის შერიგების ხო ფორმატი იყო და მერე აღიარა უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხო ნიქსონის პერიოდში და ესეთი ან პრინციპული პოლიტიკა არის რუსეთთან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ დაუკონონებ ერთ დაპყრობილ ტერიტორიას, ის აუცილებლად მოითხოვს უფრო მეც. ამან შეიძლება ნიქსონი ახსენე მანამდე ჩინეთზეც ჰქონდა საუბარი და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს მნიშვნელობა აი ამ ჭრილში რუსეთის, ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატების ბევრი მსჯელობს იმაზე და რა თქმა უნდა უარყოფითად აფასებს, რომ აი რაც თავის დროზე ნიქსონის და ჰენრი კისინჯერის პოლიტიკა მოიტანა, რომ განეწყო ჩინეთი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ეხლა შეიძლება იგივე ცდელობა კონდეს დონალდ ტრამპს. რამდენად რეალურია ეს? რამდენად შესაძლებელია ეს? და საით მიდის საერთოდ აი ამ ორი გლობალური ზემოთამაშის ეს ურთიერთობა, რომელიც არ მინდა რომ დავარქო ურთიერთ დაპირისპირება, იმიტომ რომ ბევრი რაღაცები ხდება. ეს არის ბოლო შეკითხვა, რომელიც ხო აი ჩინეთთან დაკავშირებით დავასრულებ ას, ან ყირიმის და დანარჩენი ტერიტორიების ფორმალურად რუსეთის ნაწილად აღიარება იქნება ძალიან დიდი დარტყმა ამერიკის პოლიტიკისთვის ჩინეთის მიმართ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩინეთს შეუძლია აი ამ დათმობების ფონზე ისარგებლოს ამით ტაივანი დაიკავოს სამხედრო ძალით, რომელიც ისეთ ფორმალურად მისი ტერიტორია, მაგრამ ვიცით ეს ფაქტობრივი მოცემულობა რაც არის და რაც შეეხება ამ სამკუთხა დიპლომატიის გადათამაშებას, ამ ცდელობის ნიშნები ჩანს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, შესაძლოა ისინი მართლაც ფიქრობენ, რომ ეს ალიანსი რუსეთის და ჩინეთის დაშალონ, მაგრამ არ ამგონია ეს ამ ეტაპზე რეალური შესაძლებლობა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ესეთი მოცემულობაა, რომ ჩინეთისთვისაც და რუსეთისთვისაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა არიან მოწინააღმდეგე
წინააღმდეგეები, მეტოქეები და ამიტომ მათ აქვთ გაფორმებული აი ეს ეგრეთ წოდებული უსაზღრო პარტნიორობა და ისინი ხშირად მიანიშნებენ იმაზე, რომ თუ მსგავსდელობას ექნება ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ისინი ამოიცნობენ ამ ცდელობას და არ დაექვემდებარებიან აი ამ თამაშს და მოკლედ ჩინეთ-რუსეთის მეგობრობა, რომელიც გარკვეულწილად იდეოლოგიური არის, ორივე ავტორიტარული ქვეყანა არის, ორივეს არ მოწონს ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი და მის დემონტაჟს ცდილობს და ასე შემდგომ, მოკლედ მათ უფრო მეტი საფუძველი აქვთ მოკავშირეობის ვიდრე ის რომ თუნდაც ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებიდან გამომდინარე ჩინეთმა უარი თქვა ვთქვათ რუსეთის სამხედრო დახმარებაზე, რასაც ახლა აკეთებს და მათ შორის ხედავთ იგივე ჩრდილოეთ კორეელების მონაწილეობას რუსეთის სასარგებლოდ ჩინეთის გარეშე არ მოხდებოდა. ეს ხიბლი არის რომ რეალური რომ აი რუსეთს ძალიან უნდოდეს ამერიკული კომპანიების დაბრუნება რუსული გაზის და ნავთობის მოპოვებაში და თანამშრომლობა არქტიკის სფეროში ნავთობის და გაზის და იშვიათი მინერალების რეალურია ეს? ამის სანაცვლოდ ჩემი აზრით რუსეთის ხელისუფლება არ იქნება ამის წინააღმდეგი თუ მოხდება ესე იგი ნორმალიზება იმ ფაქტობრივი კაპიტულაციის ხო ფაქტობრივად უკრაინის კაპიტულაციის ამის შემდგომ ისინი რა თქმა უნდა დათანხმდებიან მეტი ფულის შოვნაზე მათ შორის ამერიკელების დახმარებით ამიტომ მათთვის სავსებით მისაღები იქნება ამერიკული კომპანიების დაბრუნებაც არქტიკის ერთობლივად ათვისება, არ ვიცი, რამდენად რეალისტურია. ეს და ნორმალიზება ურთიერთობების, რაც სამწუხაროდ ისტორიულად არაერთხელ მომხდარა, ხო? ეხლა იგივე სხვა ადმინისტრაციის პირობებში იყო, მაგრამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მერე უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთის მიმართ, რომელიც კრახით დასრულდა 2014 წელს, მაგრამ 2014 წლის აი ყირიმის ოკუპაციის ანექსიის შემდგომაც იყო მცდელობები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც, ევროპის მხრიდანაც, მაინც რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების, იმიტომ რომ ისინი იტოვებდნენ შანსს, რომ აი ეს მოტყუება იყო თავის რომ ესეთი თეორიებიც ჩნდებოდა რომ აი ყირიმი თითქოს აი ისტორიულად რუსეთის ტერიტორია იყო და პრინციპში ეკუთვნოდათ ეს ტერიტორია და აი ამის მიღმა თითქოს რუსეთი არ წავიდოდა მაგრამ რა თქმა უნდა ეს იმედები გაქარწყლდა იმიტომ რომ რუსეთს აქვს განცხადებული მიზნად რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ფარგლებში რუსეთის იმპერია და მათთვის უკრაინელი ხალხი როგორც ესეთი არ არსებობს და ამის მიღმა ისინი უფრო მეტზე შეიძლება წავიდნენ ხო იგივე ბალტიისპირეთზე გამოაცხადონ პრეტენზია და თუ ამის ნორმალიზება ხდება დასავლეთის მხრიდან ხო ამ პირობებში რუსეთისთვის რა თქმა უნდა მისაღები არის თანამშრომლობა ნებისმიერ კომპანიასთან იმიტომ რომ ეს მოუტანს მათ მეტ სარგებელს და იგივე ვთქვათ გაზის გაყიდვა მათთვის არის დამატებით შემოსავალი რომლითაც დააფინანსებენ ისევ თავიანთ შეიარაღებულ ძალებს მაგრამ მე მგონია რომ არარეალურია ამ ეტაპზე მეც იმედი მაქვს რომ ეს არარეალურია უბრალოდ ვერ გამოვრიცხავ ხო ვიკავებ თავს ვერ გამოვრიცხავ უბრალოდ ერთი რამ ნათელია რომ მე მგონია რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც გამორიცხულია რომ ვერ ხდებოდეს ამის დაშვება რამდენად სახიფათო იქნება მე სამომავლოდ მე ესე მგონია შეიძლება მე ვწდები მაგრამ იმედი უნდა დავიტოვოთ რომ იქ არიან ისეთი ადამიანები ვინც ამ საფრთხეს რეალურად ხედავენ გასაგები
თან აი რომ დავასრულო ამ რუსეთის ნაწილზე რუსეთი ეხლა იმდენად გადავიდა აი როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირის სამხედრო რელსებზე ეკონომიკაზე რომ აი ამ მობილიზებული ხალხის თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ ამ მობილიზებული ხალხის სახლში გაშვება ხელისუფლებას არ იმიტომ რომ ეს იქნება სერიოზული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ქვეყნის. ამიტომ ისინი ეცდებიან რომ რაც ახასიათებს ხოლმე ავტორიტარულ და ტოტალიტარულ ქვეყნებს რომ დარჩნენ ამ ომის მოდუსში და შემდგომ იპოვონ ახალი მოწინააღმდეგე. ან თუნდაც უკრაინის შემთხვევაში თუ ამ ეტაპზე თქვათ არ მოხდება ყველა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება, მერე პერიოდულად დაუბრუნდნენ ამ მოთხოვნებს, ან ახალი მოთხოვნები გააჩინონ და ასე შემდგომ. საკმაოდ გრძელია ეს მოთხოვნები, მაგრამ ძალიან მოგრ რთულ ვითარებაში ვიმყოფებით ახლა და ვნახოთ. ნახოთ, დრო გვაჩენებს, ეს კვირა განსაზღვრელია დონალდ ტრამპისთვის ყველა შემთხვევაში, გადამწყვეტია, მნიშვნელოვანია, ამბობენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რომ თუ არ იქნება შეთანხმება მიიღება უკვე ამ კვირაში მიიღება შემდგომი გადაწყვეტილებები ნახოთ დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე